უსახკარო ადამიანების თავშესაფრების გათბობის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ უწყებათა შორის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები მოსკოვის პროსპექტზე მოწყობილ დროებით საცხოვრისს დაათვალიერებენ. Ამ დროის მონაცემებით კარვებში 16 უსახკარო დაბინავდა. მათი დახმარება რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რომლებმაც სპეციალურ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ 2 51 07 74. პროგრამა გავაკეთოთ საკვებისто უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მანამდე, ესე ვთქვათ, დროებით ჩვენ ვავრცელებთ სპეციალურ განცხადებას და ამ მიზნით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, მოქალაქეებს შეეძლებათ მოგმართონ ჩვენ ცხელ ხაზზე და ცხელი ხაზის მეშვეობით, ესე ვთქვათ, ის საკვები პროდუქტები, რაც მათ გააჩნიათ და შეიძლება ასე ვთქვათ, მივაწოდოთ ამ ადამიანებს, ჩვენთან მოგროვდება სამინისტროში და ორგანიზებულად იქნება მიწოდებული. ხელ დაიწყო უკვე მუშაობა ამ სისტემამ და ვთქვათ, ყოველდღიურად იქნება ალბათ მსგავსი რაღაც მცირე შეხვედრები, როგორც ადგილზე, ისე რეგიონულ ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ხელ გადაუდებენ დახმარების ბრიგადა მოიგეობდა დღეს ამბულატორიული კონტეინერი მოგვიტანეს და იქნება გაეწყობა იქ ამბულატორიული მიღებაც. მოსკოვის პროსპექტზე განთავსებულ თავშესაფარში პირველი ბინადარი გვიან ღამით შესახლდა. ადგილზე მოქალაქეს დახმარება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მორიგე ჯგუფმა გაუწია. თავშესაფრის ტერიტორიაზე პარალელურად გრძელდება ახალი კარვების მონტაჟი და ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ ეტაპზე კი თავშესაფრის ტერიტორიაზე 4 საცხოვრებელი კარავია გაშლილი, სადაც 80 მიუსაფრის განთავსებაა შესაძლებელი. კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთით. ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს სასადილო. იქნება სპეციალური ინფრასტრუქტურა. თავდაცვის სამინისტრომ განათავსა სპეციალური კარვები, სადაც მოხდება იმ ადამიანების განთავსება, რომლებიც შემოვა. შესაბამისად მოხდება დროულად დახმარების გაწევა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ კლიმატური პირობების გამო შეიძლება საჭიროებდეს დახმარებას.